Piril, მრავალს და ეს არის. მადლობა ეფე. აბა, იქიდან გამომდინარე რომ ბედნიერ წლებს მისურვებენ და იქიდან გამომდინარე რომ ჩემი დაბადების დღე ვინ გამომიწვევს საცეკვაოდ. მე, იმიტომ რომ ჩემი პარტნიორი ხარ. შენი პარტნიორი ვარ. ამიტომ. შენი ერთადერთი პარტნიორი. ო, ხელიდან როგორ გაგიშვებ? ზუსტად ამიტომ. მოდი. მეც მინდა ცეკვა. ეფე. ჯერენ სარდაპატიჟებს საცეკვაოდ. კარგი, შეიძლება ჯერენ. დასალევად მოვედი. არ გიგონოს ასეთი მნიშვნელოვანი იყო. იგივე რაც ყოველთვის. ლამაზი ხმა გაქვს. ხო, ასე ამბობენ. ხომ არ ვიცეკვოთ. არ გააგრძელო. კარგი, მაინც ვიხოვრე. სერიოზულად რომ მიიღებ. არ გინდა. მოკლა, ედა მოკლა. ერთი ცეკვა, მხოლოდ ერთი ცეკვა. მან ხომ იმღერა. ერთხელ აცეკვე. ედა რას აკეთებ? იყოს რაც არის, ძალიან აწყვენინე. აწყვენინე. პირილ ძალიან დავიღალე. სახლში წავალ, კარგი? მაპატიე. არა უშავს, კარგი. ბედნიერ გართობას გისურვებთ. მადლობა ყველაფრისთვის. დროებით. როგორ ხარ? კარგად. ვერთობი. შენ? ერთობი? ვცდილობ გავერთო. მგონი სერგანი გამიბრაზდა. არა, არ ბრაზობს შენზე, რატომ და გაგიბრაზდეს? ჩემზე ბრაზობს, იმიტომ რომ დამინახა. რომ წავიდე, მისთვის სულ ერთი იქნება, პირიქით გაუხარდება კიდეც. წაგიყვანო ედა. რატომ? არსად არ მივდივარ. კარგი, როგორც გინდა. აბა, რატომ არ ერთობი? რატომ არ ვერთობი? მისმენა, შეიძლება დავშორდეთ, გასაგებია. მაგრამ ჩემს თვალწინ ეფეს ნუ ეკონტაქტები. შენ გადარდებს? სხვები რა სიტყვიან? ეს არის შენი პრობლემა. მართლა უგრძნობი რობოტი ხარ. ედა. მოდი ვიცეკვოთ. შეიძლება? მეცეკვები? კარგი. კარგად ხარ? კარგად ვარ. შენიერია. ნელა. კარგად ხარ? მოდი სახლში წაგიყვან. არა, წამოდი. არა, არსად არ წამოვალ. რატომ? იმიტომ რომ უკანასკნელი კაცი ხარ, ვინც სახლში წამიყვანს. მართლა? კარგი. გოგოებო. ეს ბოლოა. ყველაფერი ბოლოჭიქის ბრალია. აქ თავანდებით ამით.
მომეცი. თქვენ რა მეგობრები ხართ? რატომ არ შემაჩერეთ? ედა, რა მოხდა წუხავ? იჩხუბე ჩვენ და სერგანმა რა მოხდა? გოგოებო, მასთან ვიცეკვეთ. როგორც ცდილობდი მიმზიდველი ყოფილიყავი, მაგრამ შუა გზაზე დავტოვე. შესაძლოა ნახევარი მიმზიდველობა გადავარჩინე. იცით? ახლა ისეთი სიმძიმე მაქვს თვალებქვეშ. ძალიან ცუდად ვარ. რაღაცას გეტყვით. გადავწყვიტე დავიძინო. დღევანდელი დღე შეიძლება ვერც გადავიტანო. მართლები იყავით. ის რაც მანქანაში თქვა, ტრაუმის გამო თქვა. ანუ ერთი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც დავშორდით. უბრალოდ დავშორდით. უბრალოდ. თვითონ დაკარგა. კიდევ ერთხელ რომ ნახო სერგან ბოლოთი ოფისის გარეთ. აი ასე გავექცევი. რატომ ვეცეკვე? რატომ ვიქცევი ხოლმე ასე? მიდი ადექი პიპი, უამრავი საქმე გვაქვს. მამიდამ საუზმე მოამზადა უკვე. არა, მიდი ადექი. ბეთულ, მოდი ჩემი კომპიუტერიდან შევამოწმოთ. მეგობრებო, ზესტებით იკონტაქტეთ. მაშინ მერე ვილაპარაკოთ. კარგი ბატონებე. დილამშვიდობის. ვილაპარაკოთ. ცხადია. უკმაყოფილო ხარ, რომ ედე ჩემთან მუშაობს, ამასეა, დიახ. იმიტომ რომ არ მოგწონ ვარ. როგორ მოვაგვაროთ სერგან? მოსაგვარებელი არაფერია, ევე. ედამ შენთან მოინდომა მუშაობა და მუშაობს, სათქმელი არაფერია. ჩვენიერია. მიხარია რომ ასე ფიქრობ, იმიტომ რომ ედას ფულიც და სამსახურიც სჭირდება. არა ფული, ვერ გავიგე? მამი და მისი ყვავილების მაღაზია რთულ მდგომარეობაშია, გარდა ამისა კაფეს გაგირავებას აპირებენ. ედამ სწავლის საფასური უნდა გადაიხადოს. გასაგებია. მადლობა, დროებით. იდეალ როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ სერგან? ყველაფერი რიგზეა. რაღაც მინდოდა მეთქვა. შენი მომწოდებელი ხომ არავინ მოგწონს. ერთი ძალიან კარგი ყვავილების მაღაზია ვიცი. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩები. სად არის დავინტერესდი? ვარსკვლავების ბაღი. კარგი, ახლა ლეილა მის სამართ გამოგიგზავნის. კარგი, შესანიშნავია, ველოდები. ლეილა. ბეთულ, შენს ჭიქას ავიღებ. ცხადია. კათბერი გვაქვს, მიდი. ძმაო, რას აკეთებ? ლეილა. ბატონ სერგანს ხედავ სიზმარში. მართლა წარმოუდგენელია. კარგი, დიდი მადლობა, დროებით. ნახვამდის. მოდიან ჩემი გოგოები. თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. კლიენტი გამოჩნდა ჩვენი მაღაზიისთვის, ძალიან კარგი კლიენტი. ვიღაცა მორჩია ჩვენი თავი. სადილის მერე მოვლენ. აქ უნდა გაგიხარდეთ. მამი და ძალიან მეხარია. ცხოვრების ბოლომდე ხომ არ იქნება ყველაფერი ცუდად, წარმატება ნელ-ნელა გვიბრუნდება. ეფემ ხომ გაიგო გუშინ? უეჭველი მან ურჩია ჩვენი მაღაზია. არ ღირდა ასე შეწუხება. კარგი, მაგრამ თქვენ ყვავილების მაღაზია გაქვთ, მათ კი ყვავილები სჭირდებათ. ეს ბიზნესია, აქ ყველაფერი ნაცნობობით კეთდება.
რომელიმე კლიენტს რომ მოეყოლა ჩვენზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ ნათელია, რომ ბატონ ეფეს კეთილი განზრახვა ამოძრავებდა. მიჩვეული არ ვარ ასეთ რაღაცეებს. დავაიფერ არღეს ასენერვიულობა. თუ არ მოეწონებათ, აღარ ითანამშრომლებენ. მართალია. ძალიან კარგად თქვი ეს. მართალი ხარ. მე მგონი ჩვენი წასვლის დროა. წასვლის დროა. წავალთ. ვერსად ვერ წახვალთ. შენ ჯერ გამოიცვალე. მე ვჯდები. თავს გაუფრთხილდი ძვირფასო. მაშინ წავალ გამოვიცვლი. არასაკეთებდით წუხელ. ნახეთ. მე მხედავთ? აი აქ. იქ ვარ. აქ ვარ. ძალიან კარგი. ლიმონადი დალიეთ, გამოფხიზლდებით. მაშასე, თუ გამოფხიზლდი, ენგინ. შეგიძლია დაიწყო. ხო, გამოფხიზლდი ძმაო. სელი რაღაც უთხოვა ენგის. ხო, რომ მცირე გამოძიება ჩაეტარებინა ჩვენ სახალ პარტნიორზე. ნამდვილად ვიპოვე. მოკლედ, ეფე აკმანი დაიბადა და გაიზარდა მარდინში. მარდინში. და რა მოხდა? არაფერია. მერე? ბავშვობიდან წარმატებული იყო. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც დაფინანსებით სწავლობდა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ის, რაც ყურადღებას იქცევს. რა? უნივერსიტეტში დაფინანსებით სწავლობდა. მაგრამ იტალიაში დიდი ფული ნახა, რომ დიდი კომპანია გაეხსნა. ანუ ფარული პარტნიორი ხავს. თავში სხვა არაფერი არ მომდის. მაგრამ ჩვენ რა შევჭირდებით ფარული პარტნიორი თუ ყავს? ნამდვილად. ამ მიზეზით არ ვენდობი. რატომ ჩვენ? რატომ მითმენ სამ ყველაფერს? ჩემი ბრალია ეფე პრობლემად რომ გვექცა. მაპატიეთ. ასე ნუ ამბობ. წარსულზე ვიფიქრებთ, მომავალზე ვიფიქროთ. მერე თავის პირველ პარტნიორს ეწევა ძმაო და კომპანიის ერთადერთი მფლობელი ხდება. ანუ კარგი ბიზნესმენია. ამაში პრობლემა არ არის. ჩვენი ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ მანამ უნდა მოვიშოროთ, სანამ მე დამეწევა. არ მინდა ამ ადამიანის ნახვა ჰოლდინგში. ერთი წამი მომეცით. დილომშვიდობის. მე მგონი ცოტა დამაგვიანდა. არა, პრობლემა არ არის. როგორ გზნობ თავს დღეს? კარგად. იმედია გუშინ საღამოს ბევრი სისულელი არ ვილაპარაკე. გუშინ საღამოს სისულელებს ყველა ვლაპარაკობდით. ეფე. მადლობა. მამი და სოლაპარაკე. ერთმა კლიენტმა დარეკა. საბითუმო შეკვეთა მოგცა. რაზე ლაპარაკობ? ვერ მივხვდი. შენ გაიგე რომ მამი და ჩემი რთულ მდგომარეობაშია. ვიცი რომ შენ გაგვიწია რეკომენდაცია. დიდებული ხარ, ძალიან კეთილი, მადლობა. არ არის საჭირო, მაგრამ დიდი მადლობა. ეფე. გავისერნო ცოტა. კარგი, შენერია. არა, ვერ შეხვალთ. რატომ? ქალბატონი აიდანე თავის თერაპევტთან არის. მართლა? მადლობა ღმერთს. ანსენო გაგიხარდებათ, ძველებს ვერ გაუგო. ნებისმიერ დროს შეიძლება უყიროს და გამოვიდეს. მერე რა? გარეთ ვიქნები. თუ რამე შეიძლება შემოტყობინე. კარგი. ქალბატონო აიდან, ჩვენი საუბრის დასაწყისში ქალბატონ ედაზე უფრო მეტ საუბრობდით, ვიდრე თქვენს მეუღლეზე და შვილზე. მართლა? როგორ ჩანს, თქვენ შორის ძლიერი კავშირი დამყარდა. თქვენ ის მართლა გიყვართ? დიახ. მე თქვენ ყველაფერი მოგიყევით. მე, ჩემი შვილი, ჩემი ქმარი ძალიან უსამართლოდ მოვაქეცით მას. ძალიან ვაწყენინეთ. შეიძლება კარგიც არის ამ პერიოდში ჩვენი ცხოვრებიდან რომ წავიდა. მისთვის ეს ახალი დასაწყისი იქნება. იმისთვის რომ რაღაც ახალი დაიწყოს, ძველი უნდა დამთავრდეს. მაგრამ თქვენი ცხოვრება სავსეა დაუმთავრებელი ისტორიებით. თქვენი შვილი, ქმრის არჩევანი, თქვენი ურთიერთობა მეორე შვილთან.
ახლა კი ედა. თქვენ გონიათ რომ დამთავრდა, მაგრამ ზედაპირულად ხურავთ. შეიძლება. შეიძლება ასე ვძლებ ფეხზე დგომას. შეცდომას უშვებ. ძალიან რთულია ამდენი შეცდომის დაშვება მთელი ცხოვრების მანძილზე. უმეტესობა შემთხვევებისა, რომელსაც შეცდომას უწოდებთ, მოვლენებია, რომლებიც თქვენს კონტროლს აღემატება, მაგრამ ამის გამო თავს ისჯით. ცხოვრებაში პირველად ჩაკიდათ ხელი ადამიანმა, ვინც შეძლო თქვენი გარეთ გაყვანა. ნუ გეშინიეთ მისი სიყვარულის. იტალიაში ბევრს მუშაობდი, რომ თურქეთს ლომის შემოშორდი. სინამდვილეში სტამბოლმა კარგად იმოქმედა ჩემზე. კარგი და მარდენში ყოფილ ხარ ოდისმე? ანუ ინფორმაციას ეძებ. ჯობდა ჩემთვის გეკითხა. მოგიყვებოდი. როგორი საინტერესო დამთხევაა. ედას ოჯახის მარდენიდან არის. საინტერესო დამთხევაა. მაგრამ უფრო საინტერესოა პირველი კომპანიის ბიუჯეტი, რომელიც იტალიაში დაარსე. ფარული ინვესტორისგან მიიღე. კარგად მომზადებულ ხარ, ბრავო. შენი ფარული პარტნიორის გაცნობა მინდა. სერკან, ჩემი პარტნიორი ფარული არ არის. უბრალოდ ახლა არ უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაგრამ თუ ჩათვლის საჭიროდ რომ უნდა გაგიცნოს, მაშინ პირადად გაგაცნობ. ანუ ბოლოს და ბოლოს ის ჩემი პარტნიორის პარტნიორია. ვფიქრობ პირველ რიგში უნდა მიმიღო როგორც ნამდვილი, რეალური პარტნიორი და არა უბრალოდ ასე სიტყვებზე. კარგი იქნებოდა. მოკლედ ასეთი სიტუაციაა. ნდობა არ არის ხოლმე ცალმხრივი. უეჭველი. ზუსტად ამიტომაც ვფიქრობ გადავდოთ ეს დროებით. კარგი. მაგრამ ედა წავიდე ჩვენი ცხოვრებიდან. თხოვთ რომ განმეორებით მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში. როგორ? თქვენი აზრით შემთხვევითობაა, რომ ამდენ ადამიანს შორის მხოლოდ დედამ შეძლო თქვენი გარეთ გაყვანა. დაურეკეთ ედას და კვლავ დაამყარეთ მასთან კავშირი. მაგრამ ვერ მოვიქცევი ასე. ზედმეტად ეგოისტურად არ გამომივა, აქ იმიტომ დავპატიჟო, რომ გარეთ გავიდე. არა, არ შემიძლია. მისმინეთ, კედლის დაცემა ბატონი ალთექინის შეცდომაა, თქვენი კი არა. თქვენი ვაჟი ამ შეცდომის გამო დაშორდა ედას. თქვენ ამას უნდა გაემიჯნოთ. დაურეკეთ, ახალი გვერდიდან დაიწყეთ. ედაც თავს საჭიროდ იგრძნობს. დაფიქრდით. ქალბატონო აიდან. კარგი. დავფიქრდები. საბუთების ამონაბეჭდი მივიღე მერიიდან. მაღლა დავტოვე შენთვის. მადლობა ედა. ჩემთვის ტერიტორიის ნახაზები უნდა გამოგეგზავნა. ცოტა ხნით წინ გამოგიგზავნე. კარგი, მადლობა. სუზან? ედა? ეს ჩემი ნახაზებია? დიახ, პროექტი შეიცვალა. შესაბამისად ბაღიც იცვლება. შეიძლება ვნახო? ხეებს მოაშორებთ? სამწუხაროდ, ეს ბატონი სერკანის ბრძანებაა. ბატონი სერკანის? ეს რა არის? რა? ნახაზები შეგიცვლია, რაც დავხაზე. ამ ხეების მოშორებას აპირებ? ამის გაკეთება მომიწია. სხვა ადგილას გადავიტანთ. ვერ გააკეთებ, ეს ხეები ზედმეტად ძველია. სხვა ადგილს რომ გადაიტანოთ, ვერ გაიხარებენ. ამის გაკეთება მიწევს ედა. კლიენტს ბაღისგან სასტუმრო სახლის გაკეთება უნდა. ვერ გაბედავ. უფლება არ გაქვს ის ხეები გადაწიო. თუ ნახავი ამ ადგილს, მაშინ მიხვდები. სად არის სახლი? მინდა ვნახო. ვერ ნახავ. მინდა ვნახო. ედა. ამდენ საქმეს შორის არ ვაპირებ ზაგიყვანო სახლის ანახავად. არა. გასაგებია? ამდენ საქმეში ნახერის გაკეთებას მაიძულებ. ეს შენი საქმეა. ამ ხეებს არ მოაშორებ, გამოსავალს ვიპოვი. არა, მართლა გიჟი ხარ. შენ ჯერ არ გინახავს ჩემი გიჟური მდგომარეობა. ეს ადგილია? ეს არის. იდეა იმაშია, რომ ასეთი შესანიშნავი ბაღი განადგურდეს და მის ნათლად სასტუმრო სახლი აშენდეს.
ვერეტევიან უზარმაზარ სახლში, ეს რა ჭირვეულობაა? შეგიძლია ნახო ის, რაც გაინტერესებდა ედამ. ნახე, ეს ხე ძალიან ძველია. 3 წლის წინ უნდა გადაეტანათ. 3 წელი, შანერიან. ეს ხე აქედან რომ გადაიტანო, დაიღუპება. სხვას ვერაფერს გააკეთებ? მართლა არ გაინტერესებს? რატომ ჭირვეულობ? ვერ გავიგე. ხვალ გადაიტანენ. კარგი, ხვალ გადაიტანენ. ხალს გითხრა. მითხრეს რომ არ დაიღუპება. მაგრამ მე გეუბნები რომ დაიღუპება, ვერ იცოცხლებს, რატომ არ გესმის? რამე რომ მოსვლა და არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც გიყვარს? მათი დანგრევა რომ მოიდამონ, გაგიჟდები. ჩემთვის კი ხეებია მნიშვნელოვანი. მუშაობა დაიწყო ედამ. გააჩერე. უნდა მოვასრო შეკვეთის ჩაბარების დღისთვის. სხვა ვერაფერს გავაკეთებ. ვერ ვიტან ამ წინადადებას, მართლა ვერ ვიტან, ვერაფერს ვიზამთ. მართლა არაფერს გაკეთება არ შეიძლება? არა. შეიძლება. ყოველთვის შეიძლება რაღაცის გაკეთება, მაგრამ შენ გირჩევნია არ გააკეთო. ასეა. მინდა შეგახსენო, რომ ჩემი თანამშრომელი არ ხარ და აქ შენთან ერთად თავაზიანობის გამო მოვედი. თავაზიანობის გამო? დიახ. დიდი მადლობა. ახალი გაგება შექმენი, თავაზიანობა. შეგვიძლია წავიდეთ. ეს ხე აქედან არ გადაირგვება. გადაირგვება ედამ. მოდი წავიდეთ. სერკან ბოლათი, რომელიც ყველაზე ძალიან აფასებს თავის სამუშაოს, ვერ პოულობს გამოსავალს ერთი ხისთვის, ასეა? ესე იგი გენიალური არქიტექტურული უნარები სადღაც მთავრდება. სიუზან, განმეორებით დავხაზავ პროექტს და გამოგიგზავნი. ნახაზებს იქიდან გამომდინარე გააფორმებ, კარგი? მშვენიერია, კარგი. ძლივს დავითანხმე სერკანი. განმეორებით გავაფორმებ სასტუმრო სახლს, ხეების გადატანის გარეშე. მშვენიერი ამბავია. კარგი, აქედან გამომდინარე გავაფორმებთ. არა, ვერ დაურეკავ. დაურეკეთ, ისედაც არ მოვა. მე რო ყოფილიყავი არ მოვიდოდი. სეიფი. შეგიძლიათ მერე თქვენს თერაპევტს უთხრათ, რომ დაურეკე, მაგრამ არ მოვიდა. ოღონდ ღვთის გულისათვის, დაურეკეთ. დავაჭირე. სიუზანი თავიდან გააფორმებს. კარგი. სად გავჩერდით? ეს აიღე. ლეილა შეატყობინე. ლეილას უთხარი. ამ ბოლათებს ვერ გადავურჩები. გისმენ. გამარჯობა ედა, გამარჯობა. შეგიძლია ჩემთან მოხვიდე ყავის დასალევად. იქნებ საღამოს შემოირბინა. არა. არა. კარგი, არ არის აუცილებელი დღესვე იყოს. ხოლ შეიძლება. ან ნებისმიერ სხვა დროს, როცა შენ გეცლება. იმიტომ კი არა რომ დღეს დაკავებული ვარ ქალბატონო ედან. ეგ იმიტომ რომ თქვენთან ერთად ყავის დალევა არ მინდა და კიდევ იმიტომ რომ არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა თქვენ შვილზე. საუბარი სერკანზე არ არის. მაშინ რაზეა? თერაპია დავიწყე. გარეთ რომ გავიდე. მიხარია თქვენი ამბავი. ჩემი თერაპევტი ამბობს რომ შენ უნდა დაგელაპარაკო. რა თემაზე უნდა დამელაპარაკოთ? ეგ არ უთქვამს. მაგრამ შენ ოღონდ მოდი და ჩვენ ვიპოვით სალაპარაკო თემას. როცა მოისურვებ, როცა გეცლება. მოხვალ? არ ვიცი. მოვიფიქრებ. კარგი. ესეც შესანიშნავი პასუხია. ჯერჯერობით საკმარისია ჩემთვის. მადლობა. დროებით. ჯერენ. დარწმუნებული ვარ გამოგივა. უბრალოდ თავდაჯერებული უნდა იყო. ზედმეტად გეპარება საკუთარ თავში ეჭვი. როგორ არ შემეპაროს ფერით? წინა შეთანხმებაში იმდენად ბანალური შეცდომები დავუშვი. მერე რა ხდება ხოლმე? ძალიან დაღლილი იყავი და გავებული. ბევრი საქმე მქონდა. 5 ადამიანის საქმის შესრულებას მარტო აპირებდი. ეგ დასაშვებია, მაგრამ მოცემულ მომენტში მზად ხარ. მზად ვარ არა? ო, მზად ხარ. ძალიან დიდი მადლობა ფერით. არაფრის.
ჯერენ. რა ხდება ფერიტთან? თქვენ შორის რამე ხდება? ჩვენ შორის ფერიტთან? არა, ისეთი არაფერი. გვერდიდან ასე ჩანს? ანუ ხანდახან საუბრობთ და ამით მორჩა. კარგი ბიჭია. ცხადია, არ გეტყვი რა გააკეთო, მაგრამ ფერიტმა რამდენიმე დღის წინ სელინი მიატოვა საკურთხეველთან. მომასია. ეს რა მხარდაჭერაა, ედა? როცა თქვი რომ შეყვარებული ხარ ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე ძალიან ვერ იტანდი, თანაც მას მერე რაც ამ ადამიანმა შენთან ხელშეკრულება დადო, საცოლესთან შესარიგებლად? მახსოვს რომ არ მისწავლებია შენთვის ჭკუა იმასთან მიმართებაში რა არის სწორი და რა არა. ამას შენი კეთილდღეობისთვის ვამბობ. ცხადია, ეს შენი ცხოვრებაა. ანუ შეგიძლია ის გააკეთო რაც გინდა. მაგრამ მე იმის მეშინია, რომ ბოლოს შენ არ დარჩენ ნაწყენი. მადლობა, ედა. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ. პრეზენტაცია მაქვს. ცხადია. შენ მიიღებ გადაწყვეტილებას. როგორ ხარ? კარგად, შენ? მას კარგად. ყავა? შეიძლება. თურმე სერქანე ჩემზე ინფორმაციას აგროვებს. ღმერთო, საიდან გაიგე? თვითონ მითხრა, ღიად. რა პრობლემა აქვს? თითქოს ცდილობს იპოვოს რაღაც ისეთი, რისი საშუალებითაც ჰოლდინგს ჩამომაშორებს. ჩემ შეწუხებას აპირებს. მაგრამ ჩემი მოქმედების დროც დადგა ფერით. ეფემისმენა, მართალი ხარ, მაგრამ თხოვარ და უშვა შეცდომა. ნუ გახდები დამლაშავე მაშინ, როცა უდანაშაულო ხარ. პირით ეს არ არის პირველი საქციელი სერქანის მხრიდან. ხომ იცი ეს? ხო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარ თავზე ვიღებ ყველა შეცდომას, რომლებიც წინა პრეზენტაციაში დავუშვი. ცალკეულად ქალბატონ სელინს, რომელმაც აღნიშნა და მათი გამოსწორების საშუალება მომცა. მინდა მადლობა გადაუხადო. ადვოკატებთან და იურიდიული სფეროს სპეციალისტებთან მუშაობის შედეგად რეზიუმე ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ. დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დარჩებით შედეგებით. მომავალში ჩემთან თანამშრომლობას თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ საჭიროების ამებრ შესანიშნავ გუნდს შევკრებ და უპრობლემოდ შევასრულებ საქმეს. გამარჯობა. ედა? კეთილი იყოს. მადლობა. მოდი და ჯექი. არას დალევ. არა, არაფერი არ მინდა. მადლობა. არჩენ მოგიხსნია ბეჭედი. თქვენი შვილი ატარებს, რომ სხვა ქალები დაიჭიროს შორს. მართლა? მართლა. მე კი თქვენს რჩევას ვითვალისწინებ. ყოველ ჯერზე, როცა მას შევხედებ, გავიხსენო რა გამიკეთა. იქნებ ერთხელაც ბრაზმა გადაგიაროს. მაშინ მოიხსნი. არა მგონია. რისი გაკეთება შემიძლია თქვენთვის? ედა. ედა. პირველად. წლების მერე პირველად. შენთან ერთად გავედი გარეთ. მერეც ვცადე რამდენჯერმე. სერქანთან ერთადაც ვცადე. მაგრამ არ გამოვიდა. არ გამომდის. მაშინ მზად ხართ კიდევ ერთხელ გახვიდეთ ჩემთან ერთად. ისევ ხელჩაკიდებულები, ოღონდ ამჯერად გახელილი თვალებით. ან ხვალ მოვალ გეგმით. კარგი, შეიძლება.
მაგრამ ერთი პირობა მაქვს. არასაც ისურვებ. თქვენს საყვარელ შვილს ყველაფერს ვეთყვი. რაც აზრად მომივა. მაგრამ თქვენ არაფერს მეტყვით. მაშინ ხვალ შევხვდებით. დამპირდით. კარგი, გპირდები. მშვენიერია. ხვალამდე. დროებით. ედა? აქ რას აკეთებ? შენ ხომ სამსახურში იყავი? ადრე გამოვედი. აქ რას აკეთებ? დედა შენმა დამპატიჟა. გაწყენინა? ისე არა როგორც მისმა შვილმა. დედა, გისმენ, აღარ მინდა ედა აქ რომ მოიპატიჟო. რომ ცოდნოდა რომ შეხვდებოდით? მნიშვნელობა არ აქვს, არ მინდა. შეიძლება თქვენი დაშორების მიზეზი რომ ცოდნოდა ასე არ ყოფილიყო. აზრი აღარ აქვს. იმიტომ რომ უკვე დავშორდით, ამიტომ გთხოვ, ნუ ჩახლართავ ყველაფერს კიდევ უფრო.